სალომე ზურაბიშვილმა ამ თემაზე საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც ლონდონში გამართულ ფორუმზე მას კითხვა დაუსვა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომ არსებობს საზოგადოებაში შიშები, რომ საპატრიარქოში მომდევნო პატრიარქის არჩევის პროცესში იქნება რუსული გავლენა და რომ მომდევნო პატრიარქი შესაძლოა იყოს პრორუსი. ამ კითხვაზე პასუხად მან თქვა, ისაუბრა პატრიარქის სისუსტეებზე და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საპატრიარქო საკუთარ რიტორიკას ქართველი ხალხის განწყობის შესაბამისად შეცვლის და ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო პატრიარქიც ასევე იქნება პროდასავლელი და არა პრორუსი. სწორედ ეს განცხადება გახდა საფუძველი, რის გამოც ქართული ოცნება მედიასთან კომენტარებში მისი მხარდამჭერები სოციალურ ქსელში და საპატრიარქოს წარმომადგენლები მას აკრიტიკებენ. ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს წარმომადგენელმა დაწერა, რომ ეს ეკლესიის საკითხებში ჩარევა. მამუკა მდინარაძე კი, რომელიც გამოეხმაურა ამ თემას, ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უკვე უკადრებელს კადრულობს არა მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე აკეთებს კომენტარს, არამედ საუბრობს საქართველოს პატრიარქსა და საპატრიარქოზე. ოპოზიციაში ამბობენ, რომ რაც არ უნდა ეთქვა სალომე ზურაბიშვილს, ნებისმიერ მის გზავნილს გამოიყენებს ხელისუფლება მასზე თავდასასხმელად, რადგან ის ვერ ეგუება კრიტიკულ აზრს და მით უმეტეს იმას, რომ ამ კრიტიკულ აზრს ქვეყნის გარეთ ახმოვანებს საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა ოპოზიციაში განსხვავებული ახსნაც მოვისმინეთ. მისი გზავნილები არ არის საქართველოსკენ. მისი გზავნილები არის საქართველოს საწინააღმდეგოდ და თლიანად თავიდან ბოლომდე დააკვირდით პატრიარქის თავდასხმის და პატრიარქის თავდასხმის მცდელობამდე მისული კი არის თლიანად ორიენტირებული იმაზე, რომ დაემთხეს ერთიერთში ნაცმოძრაობის და მისი კლასტერის მესიჯებს. იმ რამდენიმე ფსევდოლიბერალს შორის აღმოჩნდა სალომე ზურაბიშვილის, ვინც გაბედა და პატრიარქის თავდასხმა განახორციელა. რაც არ უნდა თქვას სალომე ზურაბიშვილმა, ქართული ოცნების რუსული ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მას დაესხას თავს. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც საკუთარი გუნდის წიაღიდან არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა წამოიწყო, მხოლოდ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს არის ხელისუფლების ერთადერთი და ბოლო შტო, რომელიც იცავს საქართველოს ხალხის რეალურ გეოპოლიტიკურ ხმას და არჩევანს. ის ისჯება მუდმივად და პერმანენტულად იმისათვის, რომ ის არ გაჰყვა ბიძინა ივანიშვილის რუსულ ყალს. მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის ამ ტექსტს, მე მგონი პირველია პრეზიდენტის რანგში, როცა პატრიარქზე, საპატრიარქოზე რაღაც თქვა. ჭირს ჩვენს ხელისუფლებებს სამწუხაროდ ეს პროცესი, რომ ამოეფარონ ტრის ხატად აქციონ ყველა ის ადამიანი, ვინც იტყვის, რომ 2x2 არის 4. ქართული ოცნება შანსს არ უშვებს ხელიდან დაესხას პრეზიდენტის ინსტიტუტს თავს. ამიტომ სალომე ზურაბიშვილს აქვს ახლა ერთი მთავარი მისია, რომ ეს არჩევნები 2022 წლის არჩევნები, რომელიც არის გადამწყვეტი არჩევნები ამ ქვეყნისთვის, ჩატარდეს სამართლიანად, გამჭვირვალედ და მას აქვს მთავარი ბერკეტი, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იყოს შეწყალებული. მთავარი სამიზნეც ამიტომ არის, რომ მას ეს ბერკეტი გააჩნია. ქართული ოცნების მხარდამჭერები კი სოციალურ ქსელში წერენ, რომ საპატრიარქო უნდა გამოეხმაუროს და მას უნდა ჰქონდეს რეაგირება სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებაზე, თუმცა საპატრიარქოსთან დაკავშირებული განცხადება არ არის ერთადერთი, რის გამოც სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ხელისუფლება თავს ესხმის. ისინი აკრიტიკებენ პრეზიდენტს იმ განცხადების გამოც, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი ამბობდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში უმჯობესია ქართული ოცნება ჩაანაცვლოს ოპოზიციურმა პროდასავლურმა კოალიციამ და რომ ქართულ ოცნებას საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა აღარ აქვს. ამის პასუხად კი ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე 2 დღეა საუბრობენ, რომ თუ ვინმეს არ აქვს უფლება ისაუბროს რომელიმე პარტიის რეიტინგზე, ეს სალომე ზურაბიშვილია.